მოგესალმებით მეგობრებო, ეს YouTube არხი შუქურა და მე მისი წამყვანი ლევანი ვარ. დღეს მინდა გესაუბროთ მეგობრობის და ძმაკაცობის ფენომენზე. 15 წლის წინანდელ ჩემ თავს რას დავარიგებდი რა მაგუთხით. ბავშვობიდან მქონდა ესეთი განცდა, რომ მეგობარი უნდა იყო ან ძმაკაცი ან არავინ. რაღაც ეგეთი. საურთიერთობაში შევდიოდი ხალხთან, ვინ ხარ შენ ან მეგობარი ხარ ან არავინ ან ძმაკაცი. რეალურად ბავშვობიდან ისეთი ტიპი ვიყავი, წყნარი მშვიდი, იათ არ ვჩხუბობდი და ძალიან ისეთი. შეიძლება ითქვას nice guy ვიყავი. სტილობიანი, მაგრამ nice guy არ ნიშნავს კარგს. nice guy ნიშნავს გამოუცდელს. რომელსაც ჯერ ბევრი რამე არ უნახავს. nice guy არ არის მაგარი ტიპი. ანუ ვაფშე არავინ არ არის რა ჯერ. ჩათვალე რომ თეთრი თაფახის ფურცელია რა A4 ფორმატი. მაგას გერჩინოს ისეთი ტიპი რომელსაც გამოვლილი აქვს რაღაცეები და მეტნაკლებად უარესია ვიდრე nice guy. იმიტომ რომ ის იცი მაინც როგორ იქცევა იმ ცუდ პერიოდში. საუკეთესო ვარიანტი არის რომ ადამიანი ბევრ რამეს გაიგებს და შეინარჩუნებს იმ დონესაც გაიზრდება მეტად. გაბოროტებითაც არ გაბოროტდება. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მგონია. ვინც დღეს ბიჭები nice guy-ები ხართ, ეცადეთ შეგიყვარდეთ, გული გეტკინოთ, ძმაკაც გვერდში დაუდგეთ, იჩხუბოთ ცემონ ან ცემო, რომ იცხოვრო და ეს nice guy-ის წევლა მოგშორდეს. იმიტომ რომ ეგ არ არის მაგარი. გამცხო ბიჭო. კარები გავაღებ. თუ ხმებით რაღაცები შემოვიდა, ბოდიშ გიხდით. შედეგი თემა ნახე, მეგობარი და ძმაკაცი. ჩემ თავს ძალიან ხშირად ვაყენებდი იმის წინაშე, რომ მე თქვა, აი ეს მეგობარია თუ ძმაკაცი. რეალურად სიტუაციას არ ვაცდიდი, სახელი დარქმეოდა თვითონ კონკრეტულ ურთიერთობას. ბევრჯერ მქონდა იმის შფოთი, რომ აი ეს ახლა მეგობარია თუ ძმაკაცია თუ ისაც გავთ მაგის პრობლემა. ჩვენ თავზე რომ იმუშაოთ და მივხვდეთ რომ დაიკიდოთ რა. არ გჭირდებათ ეგეთი რაღაც. ბევრი იმოძრავეთ და თვითონ გაიფილტრებიან მეგობრები იქნებიან, ძმაკაცება და შეყვარებულად გეყოლებათ. დიდი ხნის განმავლობაში მე მქონდა მაგის თემა, რომ აი უნდა ენდობოდე ბოლომდე ოჯახი უნდა ან თუ ან ურთიერთობა ვაფშე არ უნდა ქონდეს. რეალურად ეგრე დრამატულად საქმე არ არის. ხავისაც გვიან ასაკამდე არ ყოლებთ მეგობრები და ხა შედარებით რთულია ეგ. მაინც არ არის ეგეთი რთული. უბრალოდ შენ თამას როგორ გიჭირავს, იცი რომ ძმაკაცია ან არავინ არ არის, და ხალია ან არავინ არ არის. როგორ შეიძლება იმ წამს გაცნობილი ადამიანი ვინმე იყოს შენი? ესეთი ძვირფასი. ხშირად უნდა იმოძრაო, რომ ადამიანები შეიძინო. ხა მე ჩემ მაგალითზე გეტყვით, მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელსაც 50 ძმაკაც ყავს, რამდენიმე ცალი ადამიანი ყავს გარშემო, აქედან უმეტესობა ნათესავია, დიდის ერთ არ ვარ, პლუს ბევრი ნათესავი მყავდა ჩემი ტოლი და ალბათ აღარც მქონია იმის საჭიროება, რომ ვინმე მყოლოდა. თორე დიდის ერთ არ ყოფილიყავი და ნათესავი საერთოდ არ მყოლოდა, დიდი ალბათობით უფრო მოძრავი ვიქნებოდი ურთიერთობებში, იმიტომ რომ საჭიროება მექნებოდა ამის. მაგრამ მიუხედავად მაგისა, მაინც აუცილებელია არანათესავი მეგობრები შენი მრავალფეროვნებისთვის. ვინც ახარ დაახლოებით 30 წლის და არ ყავთ ესეთი ადამიანი, ვისთანაც დროს გაატარებ. საიდანაც დაიწყეთ რა. მარტო იქიდან დაიწყე, აი მიდი ბარში, პროსტან სადმე გაიჩნდე, იყავი შენთვის და მე 16-ით რომ მიხვალ, რაღაცა იქნება რა. შენ გეშინია უარყოფის ალბათ, ან რაღაცა ვინმე რაღაც არის ფიქრობს, რომ ძმაკაცები არ ყავს. ეს მქონია ეგ ფიქრი, რომ ახლა მან არის ფიქრობს, რომ მეგობარი არ ყავს, ცოტა ყავს და რაღაცა და შენ თუ ყველასთან ეგრე მიხვალ, მაგ ეგოთი რომ იმან ეს არის ფიქრობს, ვერ დაიწყე ვერსაიდან. მაგრამ დღეს რო ერთ ადამიანს გაიცნო და ის რომ მიხვდება, რომ არავინ არ ყავს გვერდით და გვერდში დაგიდგება, უკვე ერთი ადამიანი ყავს. მე მეორესთან მიხვალ, უკვე ამასთან სალაპარაკო ხვდები, ეს მეგობარია შენი. ამას რო შეიძენ, მე მესამე ადამიანი და მეტი არ არის. ან მე ძალიან სწრაფად იზრდება შენი სამეგობრო. თავი სირთული არის თავიდან. თავში ვერ ხარშავ იმას, რომ მე როგორ უთხრა, რომ არავინ არ ყავს. ანუ მე მაგის არ მწხვენო და ეხლა ვამბობ, რომ ეხლა ყავს რამდენიმე ადამიანი გვერდში. ეგეც უკვე ზრუნვა დავიწყე ამაზე, იმიტომ რომ მივხვდი, რომ არ შეიძლება ესე მარტო თავით ამტკიო კედელი. უბრალოდ არასწორია, ხვდები? ეგ იგივეა ველოსიპედი ატარო ერთი პედალით რა. ანუ რო დააჭერ და მე რო უცებ ფეხს შეუნაცვლობ და კიდე დააჭერ. მეგობარი არის მეორე პედალი. ისე მარტივად მიდიხარ წინ, რომ აი სასწაულებრივად. მაგის ძალიან ნათელი მაგალითი იყო, მე რო ქალაქში შევიცვალე სასწავლებლად. აქ აღარ მყავდა მეგობრები. ანუ აღარ მყავდა რა, არ მყოლია, ბევრი მეგობარი არასდროს და ვინ მყავდა, ხო? აქ რო შევიძინე ადამიანები, ისე მარტივად გადავალახე რაღაცები. როგორ გითხრა რა, შენ რო გახსოვდეს, ვისაც მეგობარი დიდი ხანი არ ყოლია, რა მარტივია მეგობრებთან ერთად მოძრაობა და ცხოვრება. რა ნახე შენ რასაკეთებ, მე მეგობრები არ მჭირდება. იმათ ერთმანეთი ჭირდებათ და რაღაც სამეგობროში რო გაიჭდები, ისე იყურები თითქოს შენ მეფე ხარ და ისინი გლეხები არიან და ერთმანეთი ჭირდება და სუსტები არიან და ამ დროს პროსტა სუსტი ხარ, შენ ხარ სუსტი. ის როგორ გიყურებს, იცი? ამაყი ხარ, არარეალიზებული ხარ და რაღაცეებში ვერ მოიხოდე, ხვდები? ყოველთვის ხონდეს თავში ის მომენტი, რომ აი ერთი ადამიანის თავი და ხუთი ადამიანის თავი ვაფშე სხვა სამყაროა. ეს არის ძალიან დიდი ძალა, იმიტომ რომ არის ერთი მუშტი. და შენ არ მარტო სარკის წინ, რაც უფრო მალე გადალახავ იმის კომპლექს აღიარა რომ ბიჭო არავინ არ ყავს, მომენტალურად დაიწყება შენი სამეგობროს ზრდა, იმიტომ რომ მალევე მიხვდები იმ ფაქტს, რომ მარტო შენ არ გაქვს ცუდი და კარგი პერიოდები, მარტო შენ არ გაქვს ეჭვები, კომპლექსები, იზნები, ბარიერები და ასე შემდეგ. და ზუსტად მაგის გამო ერთიანდებით მე მე ვცდილობ გულწრფელი ვიყო რა, არავის არ ვაჩვენებ, როცა პირობითად ბარში ვარ და 200 ლარი მიდევს, მე ვამბობ რომ 200 ლარი მიდევს ჩემი საქციელით. როცა ბარში ვარ და 0 ლარი მაქვს, მე არ ვიწელები და არ ვიფერებ რომ ბევრი ფული მიდევს ჯიბეში. როცა მე ბევრი სამეგობრო მყავს, ამას ვასხივებ, როცა მარტო ვარ, მაგასაც ვასხივებ. თავი მუღამი არის შენ თუ შეგიძლია და გაქვს თითქოს გამბედაობა, რომ აღიარო ეგ. ერთ კარგ რაღაცას გეტყვი, თუ დაგამშვიდებს, ადამიანების არც ისე მცირე ნაწილს მეგობრები ყავს, რომლებიც პირველივე შანსზე უღალატებენ. მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ ვისაც დაინახავ ყველა სამეგობრო ფეიკია. არა.
ვაფშე არ არის ეგრე. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ვინც ლაპარაკობს სამეგობროზე და ეგეთ რაღაცეებზე, ვერ იტყვის შენ რომ მას უეჭველი მაგარი მეგობრები ყავს. შენ ტყავზე და შენ მაგალითზე სხვანაირად ძნობდა მოდი ჩემზე გეტყვით. ვინ ჩემი ისტორია იცით, აღარ დაგჭირდებათ იმის ახსნა რომ რაღაც პერიოდი გავიწიე სამეგობროდან და მეთქი ჩემთვის მირჩევნია, მაგრამ მე რაღაც წლები მომიწია მარტო გატარებ. იმიტომ რომ ესე გადავწყვიტე. რატო გადავწყვიტე რაღაც ამას თალკე თემა ქონდა, მაგრამ ფაქტი ის არის რომ დავისუსტე თავი და მეგობრები შემოვიცალე. ეგ არ არის სწორი. ეს მოხდა წლების წინ. ბოლო 1-2 წელია უკვე ინტენსიურად ვცდილობ რომ მეტნაკლებად ის ხალხი შემოვიკრიბო, ვისაც პატივს ვცემ, ვინც პატივს მცემს, ერთმანეთს გვიყვარს და ვაფასებთ. იქ იმას ანიშნავს რომ რაღაც მომენტში გაგიჭირდება ისეთ ადამიანთან დაიჭრო ურთიერთობა, ვისაც პატივს არ ცემ. არა, ნახვიზე გავუშვი, იმიტომ რომ ეგ მხოლოდ დაგაბრკოლებს რა. ეგეთი სამწუხაროდ ყავს არაერთი ადამიანი გარშემო, ვისაც არ ვეკარები, იმიტომ რომ უბრალოდ პატივს არ მცემს და მეც არ ვცემ პატივს. არ მევასება. სულ რომ მარტო მომიწიოს, მარტო გავატარებ დროს. საბედნიეროდ ყავს ისეთი ხალხი, ვისაც აი ჩემ ძმათ აღვიქვავ და ვენდობი და უბრალოდ ერთი წამი და არ მაქვს ეჭვი. არ ვაპირებ ეჭვი შევიტანო მათში. просто არა ვენდობი და მორჩა. ეს ნდობაც მოდის ფაქტებიდან და წლების ნაშენები ურთიერთობიდან. ნახე ერთი მომენტი. რაც პერიოდი როცა ცოტა მეგობარი მყავდა, ვიღაცას რო გავიცნობდი, ჩემში ხდებოდა ეს რაღაც რო აი იმ ადამიანისგან ბევრს ვითხოვდი, რა მხრივ ნახე, რო აი ეს მაგარი კაცია და ის არის რაც არის და ჩემი ძმაა და ბავშვი უნდა მოვანათლინო და რეალურად ერთი მეგობარი და ორი ცოტა. ხუთი მაინც უნდა გყავდეს, იმიტომ რომ არ გეგონოს რომ ვიღაცა ღმერთია. იმიტომ რომ როცა შენ გჭირდება ადამიანი გვერდით და უცებ ვიღაც გამოჩნდება, ღმერთად გევლინება, იმიტომ რომ გჭირდება, ხვდები? და იმ ადამიანზე ზედმეტ მოლოდინებს ამყარებ. ეგ მეორე უკიდურესობაა. შენთვის რთული იქნება, იმიტომ რომ რეალობა ის არის, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია და მეორე იმ ადამიანს პრესინგში ამყოფებ, რომ ბევრს ვითხოვ მისგან. განარამეს ვითხოვდი, უბრალოდ ჩემი იმედები მქონდა მის მიმართ, რომ აი იმას გააკეთებს, ამას გააკეთებს, ან ჩვენ რა ადამიანია, ხვდები? არ უნდა კონდეს ეგეთი მოლოდინები და მე ჩვეულებრივ რო იქცევა ის ადამიანი, ეს ჩვეულებრივ რატო იქცევა, ეს ხო მაგარია? ან დროს შენ გჭირდებოდა ის და მორჩა. იმ შემთხვევაში ის კომპიუტერი ადამიანი აღმოჩნდა, ერთ-ერთი ნორმალური ტიპი და შენ თვალში ძალიან ამაღლდა. მაგრამ არის მეორე მომენტი, როცა სამეგობრო ყავს, აი მან რო დაინახავ ვიღაცას რო ადამიანი ჭირდება, ალბათ გვერდში უნდა დაუდგე. ისე რომ იმისი ეგო არ შეურაცხყო და ნენელა გამოაფხიზლო, რომ აი მეგობრები კაია. იმიტომ რომ არ არის მარტივი ხა, შენ რომ ვიღაც მოგვარდეს და აი მეგობრები არ ყავს, რა არის შეჩემ და არ გწხვენია და ან მოდი ჩვენთან შესაძოდაო ანუ ხო არ მიხვალ. ირჩევნია მიწა გაგისკდეს, ხო? ჩვენ ხშირად გონია რომ სიტუაციის ბრალია, იმის ბრალია, ამის ბრალია. ჩემ შემთხვევაში მე რო ბევრი მეგობარი არ მყავდა, ეს ჩემი ბრალი იყო, იმიტომ რომ მეშინოდა იმედგაცრუების. ამას თავისი ახსნა აქვს, ნათქვამი მაქვს, მაგრამ როცა ეგეც გადავლახე, უკვე დავტირდი სიტუაციაზე და ადამიანებთან ურთიერთობაში შევდივარ, იმ ადამიანებთან ვისთანაც ვხედავ ჩემ თავს, ზედმეტი მოლოდინების გარეშე ვცხოვრობ და ზედმეტი რაღაცა პასუხისგებლობების დაკიცრების გარეშე, რომ აი იმას გააკეთებს, ამას გააკეთებს, ანუ ადამიანებს ვიღებ ისეთებს როგორებიც არიან. იქნებიან ისინი განათლებულები, გაუნათლებლები, გლეხები, მეფეები, ჭიერები, უნიჭოები თუ ასე შემდეგ. თავარია მასში იყოს ერთი ღირებული რამ. ესეთი კრიტერიუმი მაქვს. მორალურად გამართული იყოს. ღირსება ქონდეს, როგორც ადამიანს და თავის პრინციპებზე უარი არ თქვას და რა უკეთილი იყოს რა, იმიტომ რომ სიკეთე მაგარია ძალიან. ჩვენ ფილმებში ხედავთ რომ რაღაც ბოროტი ბილ ლეინ ტიპი გამოვა ისწრის რაღაცა სიმპათიურად მას გადაივარცხნის და 500 კაცი რომ მაკიაჟს უკეთებს და რაღაც ამაზე მუშაობს რომ ის დაგევასოს. თვითონ ეგ ამაგარი, მაგრამ რეალურად სიკეთე გაცილებით ზერთ კი რამეა ვიდრე სიბოროტე. კეთილი რო ხარ, გააზრებული ამდენი რამე გესმის ცხოვრებაში ამოღამე და როცა ბოროტი ხარ და ხარ იქ შენ ემოციურად რაღაც წინაღობები ვერ გადალახე ცხოვრებაში და გაბოროტდი და გაბანძდი. როცა სიკეთეს ინარჩუნებ წლების მანძილზე, ეგ მაგარია, cool-ვეში არის ეგ, რაღაც ფეთქდება და ფილმში რომ მოდიან. ეგ არის სიკეთე ჩემთვის. იმიტომ რომ სიკეთე უნდა შეგეძლოს. საკაიფოდ მოვიარეთ თემები, ასე რომ დაიმახსოვრეთ, უეჭველი ბაზარია რა. ეს ცხოვრებაა და კი, მე ვიღებ ხა ვიდეოს რაღაცებზე მუშაობ, მაგრამ ეს არაფერი დადგმული აქ არაფერი არა რა. ნაღდ თემაზე ვსაუბრობ და შენ იმასაც დააკვირდი რომ ამას ჩემი ნათესავები ნახავენ, ჩემი მეგობრები, მომავალი გასაცნობი ხალხი და აბსოლუტურად ყველა. ის უკვე მე გააზრებული მაქვს. მე ამაზე მივდივარ ჩვეულებრივ, იმიტომ რომ ბევრი რამე გადავხარშე მაგ სპექტრში, ესე ვფიქრობ. არის რაც არის. არ გიგონოს რომ რამე შეუძლებელია, დედას ვიცავარ როგორი რთულისა მომენტში შენთვის რო აი რაღაც სადღაც ვერ დავაგდი, ზუსტად ეგეთივე მარტივია, არ გიცხოვრება. უბრალოდ უნდა იცოდეს როგორ გააკეთო. და კიდევ ერთხელ გიმეორებ. აღიარე რომ არ ყავს მეგობრები და შენი თავი მომენტალურად დაიწყებს ზრუნვას იმაზე რომ ყავდეს. ოღონდ არავის არ შეეტენო ტრაში. მაგაჟო მე მართლა მარტო იყო. და შენ თუ იმას მეტყვი რომ შენი შესაძლებელიც არავინ არ არის და ეგრე არ არის. ანუ შენ თუ შენი შესაძლებელიც ვერ ნახე, ესე იგი ძალიან ცოტას მოძრაობ. შენ კი არა მე მოძრაობ ძალიან ცოტას. ეხა ვცდილობ რომ ადრე სადაც არ წავიდოდი, ეხა წავიდე. რამდენიმე წლის წინ ჩემიანს თურქეთში არ გავყვებოდი. რაღაცის გამო არ წავიდე. აი პროსტა არ წავიდოდი რომ აი რა ვიცი. ხუიუ-ბუიუ. მე ტრაკი გიზარმაცდება. ასე რომ აქტიურად შევერეთ ბოლომდე. მოძრაობა ისაც გახალისებს, სუნთქვის საშუალებას გაძლევს და გახვედრებს იმას რომ აქამდე სატრაკში იყავ.
ეგეთი რაღაც. როცა მოიხოდები და ფეხზე დადგები, აი რატო ვიტანჯავდი თავს? როცა მე დიდი ხანია მეგობრები არ ყავს, გავიწყდება რომ სხვასაც შენაირი პრობლემები აქვს. გავიწყდება რომ სხვასაც ჭირდები ხდები, არ შეიბოჭო თავი, არ რა ქვია მას? ბოჭო სტორის თქო. არ დაიჭირო შენი თავი ამ ტრეფში. მახეში მიგავлав შენ თავს. გაუშვი, სივრცე, ემოციები გაუშვი. ხანგული გეტკინება, ხან იმედი გაგიცრუდება, მაგრამ მე რეიპოვი ადამიანებს, რომლებიც აი შეგავსდებენ. როგორც ზოგიერთი ადამიანი გულს ჰკენს და ძირს გაგდებს და იმედს გიცრუებს, მოდის მე ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე გავსებს. ასე რომ ერთადერთი შენი წილი სწორად უნდა გააკეთო. და ეს არის მოძრაობა, ადამიანებთან ურთიერთობა, შენი მიზნის ქონა და ასე შემდეგ რა. ბევრი რო არ გავატრაკო. ეგეთი ამბავია რა. აბა თქვენ იცით.